სამტრედიის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ყავს 20 ხმით 5-ის წინააღმდეგ დეპუტატებმა ხელმძღვანელად ემზარ შუბლაძე აირჩიეს. ხტომის დაწყებას წინ უსწრებდა ხმაური საკრებულოს შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეების ნაწილმა შენობის კარი შეამტვრია, თუმცა მათ დარბაზში შესვლა ვეღარ შეძლეს. პოლიციამ ისინი არ შეუშვა. კენჭისყრის დროს დარბაზში ინციდენტი აღარ მომხდარა. მესმის ამ ადამიანების გულისწყრეველი, რომლებიც ეხლა განაცხენებულები არიან, მაგრამ მე პირველ რიგში ამ ადამიანების უფლებების დამცველი ვიქნები, მათ გვერდში მდგომი ვიქნები და მათი პრობლემების მომგვარებელი ვიქნები. ამას ყველა იგრძნობს. მქონდა დარჩენილი იმედი, რომ საკრებულოს წევრები საღამოში შეაფასებდნენ მოვლენებს და საკრებულოს ერთი წით ადრე არ მოკლავდნენ. მე მხოლოდ უთანა გრძნობს სამტრედიელებს ასეთი გადაწყვეტილებების გამო, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილება არის, მათ მიიღეს პოლიტიკური ხარაკირი. სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას დეპუტატები მთელი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წევრები ერთმანეთს ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. საკითხი რამდენჯერმე დადგა კენჭისყრაზე, თუმცა არაერთხელ გამოცხადა შესვენება. დარბაზი დატოვეს პარლამენტის წევრებმაც, ისინი მოსახლეობამ შეძახილებით გააცილა. სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური 2 კვირის წინ გახდა, როცა ალექსანდრე ჯვარშეიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. საკრებულოს ხტომაზე არის მოწვეული სამტრედიის საზოგადოება, უпроსტად მოსულია სამტრედიის საზოგადოება, რომლებიც ატომღაც გააღიზიანა საქართველოს პარლამენტის წევრების აკყოფნამ და ჩვენ მივიღეთ ერთობლივად გადაწყვეტილება, რომ დაგვეტოვებინა დარბაზი, საკრებულოს მივცეთ ნორმალური ჩატარების საშუალება. სიტუაცია არის ფაქტიურად უმართავი, აქ შეკრებილი ადამიანები მხოლოდ ერთი მომენტისკენ არიან ორიენტირებული, რომ როგორმე ხტომა ჩაიშალოს, ეხლა გადადებასა და ჩაშლა შორის მე არსებით განსხვავებას ვერ ხედავ. ამ ეტაპზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ბოლო 10 დღეა სამტრედიიდან არ გასულან. აქ არიან სამტრედიაში და ფაქტობრივად ამ ადამიანებს სახში მისვლის და მოსვლის საშუალებაც არ აქვს. ისინი არიან დატერორებული და დაშანტაჟებული.